მოგესალმებით TV ქართულის ეთერიდან. თქვენ უყურებთ გადაცემას ცოდნის სკიბრი. ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, მანენა აბაშიძე. ამ გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე. განმეორებითი ხილვის სურვილის შემთხვევაში ეს შესაძლებელია პარასკევს დილით 7 საათზე. წარვადგენ სტუმარს, რომელსაც არ თვლის სტუმრად, მაგრამ მაინც უნდა წარვადგინოთ ესე. ლაზარე ზაქარიაძე. მისი სურვილია, რომ ესე წარვადგინოთ ლაზარე ზაქარიაძე, მაგრამ მე ვარ დავამატო, უსაზღვროდ განათლებული ადამიანი და უსაზღვროდ ესაოცრად სასიამოვნო მოსაუბრე. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი. ალბათ მაყურებელს ახსოვს, რომ ჩვენ გვქონდა გადაცემა და დავიწყეთ გადაცემა. ახლა მოგახსენებთ რუსეთის ძალიან წარმატებულ მეცნიერთან სოფლიოში ცნობილი ნატალია ბეხტერევა, რომელიც გახლდათ ნეიროფიზიოლოგი, აკადემიკოსი, სოფლიოში ცნობილი, გამოჩენილი ფიზიოლოგი, ტვინის მკვლევარი და რომელმაც დაიმსახურა ტიტული ცარიცა მოზგა, ანუ ტვინის დედოფალი, მაგრამ ტვინის კვლევის დედოფალი მირჩევნია, რა სიტყვა ლაზარე, ხო ჯობია რა. არსებობს მისი სახელობის ინსტიტუტი დღესაც მოსკოვში. და სწორედ ამ მასშტაბის, ამ სოფლიო მნიშვნელობის მკვლევარზე გესაუბრეთ 2 გადაცემის წინ. იმის შემდეგ მე ლაზარე იყო დაკავებული და ვერ იმასავქენი, ვერ გადავაბიც, ასურველი იყო რომ გადაკვება, მაგრამ ეს არ მოხერხდა და ამიტომ იქ რომელ ადგილზე შევჩერდით, იმ ადგილიდან გავაგრძელებთ, მაგრამ იქნებ ვინმე უყურებს პირველად, ის პირველი ნაწილი არ უნახავს და დაახლოებით წარმოდგენა რო შეექმნას, ალბათ შეხსენების თვალსაზრისით გამოვიყენებ მცირე დროს. ლაზარე სახლში ვნახე და თითო გვერდს 2 წუთი მოვანდომე. 2, 4, 6, 8 წუთი რო დავუშვათ იმ შეხსენებას მოვანდომოთ რა სიტყვაზე მეთანხმებით, ხო? ესე იგი ის გვიამბობს ქალბატონი ნატალია ბეხტერევა გვიამბობს ლოცვის ძალაზე, სულიერების გზაზე. მე წავიკითხავ, რომ უფრო სწრაფად მოხდეს გადასვლა, თორე ნაკლები დრო დაგვრჩება შემდეგი ნაწილის განსახილველად. ის ამბობს, ლოცვა არ არის ემოციური აფეთქებები, ან სულიერი გზა დახვეწილი მდგომარეობისა. ქალბატონი ნატალია ბეხტერევა ამბობს, რომ მასთან რწმენა მივიდა ცხოვრების სერიოზული გამოცდით, რამაც სრულიად გამოცვალა ის. ის გვიამბობს ლოცვის დროს წარმოთქმული სიტყვებისა და თვითონ ლოცვის ძალაზე, მის რელიგიურ გზაზე, მეცნიერულად გამოკვლეულ დასაბუთებულ ლოცვის ძალაზე. მას ბავშვობიდან მრავალი ერთმანეთისაგან გამომრიცხავი ამბები ახსოვდა, მაგალითად ერთი სრულიად გაუნათლებელი მოუხუცი ქალბატონი ჭრილობებს როგორ კურნავდა ობობებით. და როცა მისი შვილიშვილი იმ ქალბატონისა წამოიზარდა, ის იგივე დაავადებას ობობებით კი არა, არამედ აფთიაქში ნაყიდი წამლებით კურნავდა. და როცა დაინტერესდა ქალბატონი ნატალია, რომ რა იყო აქ ესეთი, მან დაარკვია, რომ თურმე ობობას იმ შემადგენლობაში, რასაც იყენებდა, იყო პენიცილინი და უკვე ნათელია, რომ პენიცილინი აშკარად განკურნავდა რასაკვირველია და თან წარმატებითაც. მას ბავშვობიდან მრავალი ერთმანეთისგან გამომრიცხავი ამბები ახსოვდა, ეს ვთქვი.
ამის შესახებ ხალხს ნატალია ბეხტერევა მოამბო აი პენიცილინის შემცველი ობობების შესახებ. ბეხტერევა თავისი მეცნიერული კვლევების პარალელურად ინტერესდება ეკლესიებით, ტაძრებით, როგორც ხელოვნების ნიმუშით. მოგვიანებით კი მეცნიერული კვლევითაც დაინტერესდა თვითონ ტაძრისა, თვითონ შიგნით. ამის გამო მისი ასევე მეცნიერი მეუღლე ეუბნებოდა, როგორ შეიძლება ამ დონის მეცნიერმაო ასეთ სისულელეს დაუჯერო, სისულელეს უწოდებდა, არც მინდა გავიმეორო, რას უწოდებდა. მიუხედავად ამისა ნატალია ბეხტერევა ხვდებოდა, რომ მეცნიერი არ უნდა უარყოფდეს იმას, რაც ეწინააღმდეგება საერთოდ მიღებულ შეხედულებებს და ცდილობს მოძებნოს გონივრული ახსნა იმ დროისათვის მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა რწმენა ეკლესიისა, თუმცა რწმენა თვითონ ეხლა მას და ის განაპირობა რთულმა ცხოვრებისეულმა მდგომარეობამ და ეს მაშინ, როცა არავითარი მხარდაჭერა მეცნიერ ქალბატონებს მეცნიერებიდან არ ჰქონიათ, თითქოს მხოლოდ მამაკაცების უპირატესობა იყო ეკლესიაზე ფიქრი და ზრუნვა. 1990 წელს მის მიმართ წარიმართა წარმოუდგენელი მომწამლავი კომპანია, აუტანელი პუბლიკაციები პრესაში, მიტინგები ინსტიტუტთან, ლოზუნგები, პლაკატები, ძლიერი წნეხი. მას ეგონა, რომ გადაიტანდა საშინელ შეტევებს, მაგრამ მაინც გადაწყვეტა სამსახური გამოეცვალა და ფიქრობდა, რომ მოშორდა იმ ფსიქოლოგიურ ტერორს და ყველაფერი დასრულდებოდა. მაგრამ არა, წინელოდა ორი უახლოესი ადამიანის დაკარგვა, მეუღლისა და მეუღლის ვაჟიშვილი, მას შვილად ჰყავდა აყვანილი და იმისა. სწორედ იმის შემდეგ დაიწყო უცნაური მოვლენები მის ცხოვრებაში. ვერ ხვდებოდა თუ როგორ შეიძლებოდა მისი მეუღლის ფოტოს ცრემლები წამოსვლოდა და ის ამ დროს მარტო არ გახლდათ, თვითმხილველი ყავდა. მას ესმოდა უცნაური ხმები, ხედავდა ადამიანის კონტურებს. ქალბატონმა ნატალიამ ბეხტერევამ მიმართა ექიმებს, თუმცა ექიმების მხრიდან მხოლოდ წამლების შეთავაზება მიიღო. და ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ არ გაკარებოდა მათ მიერ შემოთავაზებულ წამლებს. დაიწყო საიდუმლოებებით მოცული გარემოებები მის ცხოვრებაში. ის ხვდებოდა ეს თავის მდგომარეობას, როგორც ხსნიდა თავის მდგომარეობას, როგორც ნევროტულს. გაიხსენა საშინელებები, რომელიც ადრე განიცადა, გაიხსენა, როდესაც ბუდაპეშტში გაფრინდა და მისმა თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. დაბრუნდა სახლში, სამეცნიერო კონფერენციაზე მიდიოდა და გადაწყვიტა, რომ მატარებლით ესარგებლა. მაგრამ წარმოიდგინეთ, ესე იგი, რომ მატარებელი შუა გზაში ცეცხლის ალში გაეხვა და ძლივს გადაარჩინეს მგზავრები. ამის შემდეგ ნატალია ბეხტერევა თმის საშრობ ფენსაც შიშით რთავდა უკვე. იმდენად დიდი ფსიქოლოგიური ტრამვა გადაიტანა. მან ამის შემდეგ ყოველდღიურად დაიწყო ლოცვები, ეს ჩვევად აქცია. და აუცილებლად ყველას მოიხსენიებდა აუცილებლად კარგად და ვინც ახსენდებოდა ლოცავდა მათ. ეს ლოცვები დილას საღამოს ხორციელდებოდა მის მიერ. სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ფსიქონეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც ბეხტერევის სახელობისაა, არის ჩატარდა კვლევა თუ როგორ მოქმედებს ლოცვა ადამიანზე. უნიკალური ექსპერიმენტი ტვინზე. მეცნიერმა ექსპერიმენტატორებმა აღმოაჩინეს უჩვეულო აქტივობა ტვინისა, რომელსაც დაარქვეს ლოცვის სიფხიზლე. აქამდე მიღებული იყო ტვინის სამი მდგომარეობა: სიფხიზლე, ძილის სწრაფი ფაზა და ძილის ნელი ფაზა. ამ კვლევის შედეგად გამოიყო, რომ ლოცვის მომენტში თავის ტვინის ქერქის აქტიურობა მცირდება, იკლებს და ინფორმაციის მიღება ხდება შემოვლითი გზით. ეს საშუალებას იძლევა განადგურდეს უარყოფითი აზროვნება და ანალიტიკური დამუშავებით უარყოფითი აზროვნება მიხვდა, რომ ანადგურებს უარყოფით ნეირონულ კავშირებს. ეს ხსნის იმას, რომ ლოცვა
აღადგენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. უამრავი კვლევის შედეგად მან დატოვა წარუშლებელი კვალი ტვინის კვლევის საქმეში. მას ქალბატონ ნატალიას ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ რწმენის გამო, თუმცა მისი კვლევები ადასტურებდნენ ბეხტერებას სიმართლეს, გარდაცვალების შემდეგ არსებობას, წინასწარმეტყველურ სიზმრებს. მომავალი უკვე არსებობს და ამას არაერთი მაგალითით მე გვიმტკიცებს ქალბატონი ნატალია ბეხტერება, რომ მომავლის განჭვრა და განსაზღვრა უკვე შესაძლებელია. ასევე ის არ მოდის, უკვე არის, აი მომავლის განსაზღვრაზე ლაპარაკი. განვიხილოთ ერთი მაგალითი. 1927 წელს, როცა ის 13 წლის იყო, მან პირველად განიცადა ხილვა მომავლისა. მისი მამა, რომელიც მისი ინჟინერ-კონსტრუქტორი მამა, რომელიც იდგა ჰოლში, აი ესეთი ხილვა ჰქონდა, იდგა ჰოლში, ხედავს, რომ არის აბსოლუტური დაქექილი ტანსაცმლით ჰოლში და ხედავს, როგორ ვიწროვდება მის გარშემო, მამამისის გარშემო სივრცე და იმდენად ის იყო აღარ ყოფნიდა ჰაერო, ის დაეცა და მოხდა ისე, რომ იხილა თლიანად ცეცხლის ალში გახეული ჰოლი და დაინახა მხოლოდ ის, რომ როგორ სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმულებმა როგორ გაიყვანეს მამა ძალით და იმის შემდეგ მას მამა აღარ უხილავს. აი ეს განისაზღვრა წინასწარ, როგორ ეს ძილში იხილა, მაგრამ გავიდა დრო და ზუსტად ეს ხილვა მან უკვე ცხადში განიცადა, მართლა მიაკითხეს მამას, მართლა ჰოლში დაინახა, მართლა შევიწროვდა მის გარშემო სივრცე, დაეცა და გაიყვანეს და ვეღარ ნახა. რა არის ეს თუ არა მომავლის ხილვა, ხო? ამის ბევრი მაგალითი აქვს მას. ამის შემდეგ ესე იგი 1990 წელს სექტემბერში მოულოდნელად დაკარგა ქმარი. ნატალია ამბობს, მენდელეევმა ხომ სიზმარში ნახა ქიმიური ელემენტების ტაბულა და დაესიზღვრა მაინც და მაინც რატომღაც ქიმიკოსს. ერთ ღამესაც ქალბატონ ნატალიას ეს სიზმრმა გარდაცვლილი მეუღლე მას ხელში ეჭირა ნაწერი ქაღალდების შეკვრა და ქალბატონი ნატალია მას ეკითხება, რა არის ეს, რაც ხელში გიჭირავს და ეს არის ის წიგნის მასალა, რომელსაც მე ვწერდი, მაგრამ შენ იმდენად დაკავებული იყავი შენი საქმით, რომ ისიც არ იცოდი, რომ მე წიგნის ვწერდიო. სად გიდევსო? სად გიდევს? ანდა ეგ მომეციო, მაგრამ არ მოხდა ეს, არ დაუბრუნა. მაგრამ ეს რო არ ყოფილიყო, ეს ხილვა რო არ ყოფილიყო, ხომ ვერ გაიგებდა ქალბატონი ნატალია, რომ ის მეუღლეს წიგნის დაწერა კი არა, დაწერილი ჰქონდა უბრალოდ დარჩენილი იყო სტამბის წერის ამბავი და ამდენად ვერავინ ვერ გაიგებდა ამას, რომ არა ის ხილვა. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ქალბატონმა ნატალიამ სხვა სამყაროსთან კავშირი შოკის მომგვრელად აღიქვა. მითითებულ დღეს ქალბატონი ნატალია სახლში იმყოფებოდა მდივან ქალბატონთან ერთად და ესმის ოთახიდან ხმაური. გავიდა ოთახში და ხედავს არავინ არის. გავიდა აივანზე, მე ვინმე გავიდა ოთახიდან აივანზე, აივანიდან ხედავს ქუჩის მეორე მხარეს დგას მამაკაცის კონტური შეინიშნა და რატომღაც აღიქვა როგორც მისი მეუღლე და ამ დროს გამოდის მისი მდივანი ქალბატონი და დაინახავს და შეყვირებს ეს ხომ ილჩიაო მამის სახელით მიმართა ქალბატონ ნატალიას მეუღლეს ეს ხომ ის არის ორივემ დაინახა რომ ეს იყო ქალბატონ ნატალია ბეხტერევას მეუღლე
და დაინახა როგორ წავიდა ისიც დაინახა. კარგით, მოკლედ, ეხლა ჩვენ ეს ნაწილი, რომელიც წინა იმაში გავიარეთ, დასრულდა ამ ორი ფურცლის განხილვით და დღეს გადავდივართ ახალ მასალაზე, უკვე მისი კვლევებისა. ესე იგი, ქალბატონი ნატალია ბეხტერევა დაინტერესდა თუ რატომ მიდიან ამ ქვეყნიდან ადამიანები. არსებობს ორი წესი დიდხანს ცხოვრებისა. ჩვენს პლანეტაზე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი ასაკის არიან, დაახლოებით 150 წლისა და მეტის. და რატომ არ შეიძლება იყვნენ სუპერ ხანდაზმულები? თუნდაც 250-300 წლისა. მან თავის წიგნში ახსნა თუ რატომ მიდიან ამ ქვეყნიდან ადამიანები. ის ამბობს, 40 წლის ასაკში დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ადამიანი შეიძლება უკვდავიც იყვესო. და ამასთან დაკავშირებით, აი უკვდავობასთან დაკავშირებით ერთი პოეტის მიერ დაწერილი ლექსი მაქვს, რომელსაც მე იმას ვიზავ აღვადგენ, აი მცოდნის სკივრში. და იმას მოვიტან იქ როგორ წერია, რომ ესე გარდაცვალების გარეშე და საშინელება დატრიალდებოდა მისი აზრით, რაც აკვირველია, მაგრამ ეხლა ჩვენ ბეხტერებას მივხედოთ. მაგრამ თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ. ანუ ის არის გამოთმობელი და რა თქინდა უკვდავებაც კი თუ არ არის სიყვარული, ესე რომ სუპერ არის. რას აკვირველია, მაგრამ იქ არის ატმობს ის კი ბატონო. როგორ აღწერს იცი ლაზარე ის პოეტი უკვდავების იმას, რომ ხედავს ხალხი მოდის საოცარი გახარებული მასა ხალხისა. აი ჟიბილი, ხიბილი და რო გაიგო მიზეზი, დაინტერესდა მიზეზით, გაარკვია, რომ ხალხს უხარია, რომ თურმე დღეიდან უკვდავები იქნებიან. თამარია რა მდგომარეობაში იქნებიან ხო, უკვდავები? მაგრამ არა ის იმ წუთიერი იყო. ის იმ წუთიერი აღფრთოვანება იყო, რომ სიკვდილი დამარცხდა და ესენი და ამ დროს ხვდება წინამ ხალხის მასას შემხვედრი ადამიანია და რა გიხარიათ თქვენ უბედურებო. თუ სიყვარული მეთქი, თუ სიცოცხლე დამარცხდა, თუ სიკვდილი დამარცხდა და აღარ იქნება. ჩვენ ხომ მხოლოდ პობა გველოდება და ღმერთთან ღმერთს ვეღარ შევხვდებითო. ლაზარე შემძრა ის წაკითხომ და მე რო გაიაზრებ იმას, რომ მართლა აი ხო შეიძლება უცბად იმან აიტაცოს ხალხის მასა მართლა რომ აი აღარ კვდება ადამიანი. გჭირდება კი ეს უკვდავობა. აი ახლა აი ეს საკითხიც ახლა რა ხან აი ესე ჩამასაკენი. გჭირდება უკვდავება? მე არ ვიტყოდი რომ ხო ახლა თუ კი უხრწნელი მდგომარეობა იგულისხმება, ანუ 60-ელი პირველი, ანუ ღმერთთან კი. ეს არის ნამდვილი უკვდავება, ანუ თუ კი იგულისხმება უხრწნელი მდგომარეობა, რატომაც არა და ადამიანი მკვდავია კიდეც. მაგრამ იქ პირობა არ ყოფილა, მაგრამ თუ გაყვავებული მდგომარეობა, აი ცისკარაში როა გაყვავებული. ხო. მაშინ მაგაზე დიდი საშინელება არ არსებობს. ანუ თუ კი ხრწნად მდგომარეობაში დარჩი უკვდავი. ხო, ტები მუდ მარადიულად. ეხლა იმათისა, ლაზარე რო წავიკითხე, ხო? თითქოს რაღაცა რომ ციდი წყალი ცხელ-ცხელზე ყინულიანიდან. ესე იგი ჯერ ის მოდის ღრიანცელი იმათი, ვინც ვერ გაიაზრა, ხო, ვერ გააცნობიერა რა ელოდება. და აი ამ კაცის შეძრწუნება, რომელიც ამ ვაკხანალიას ხედავს, რომ ესე იგი ეს გაუაზრებელია. მე ეგრევე შემძრა, რათ მინდა? არ მინდა ლაზარე. მე დავები? არა, აბსოლუტურად რა. ხო, მით უმეტეს იქ იმ მასას ხალხისას ის არ გაუთვალისწინებია, რომ სხეული რჩება თუ არა გაღწნადი თუ ის სრულიად ჯანსაღი იქნება გამუდმებით. მაგრამ
ისიც მასავქენი იმანაც დამაფიქრა რომ ეხლა ვერ იმაშვებიან ვერ გებულობენ კი არა ვერ გადაუწყვეტიათ ამდენი ხალხისა წავიდეს და შენ თუ ცლა არ მოგიხდა იქ ნუ ეს ხო საშინელება მოჩამამთავრებ ამას და დაუბრუნდეთ ხო რატომ არ შეიძლება დაუშვათ 250-300 წელი ცხოვროს მან თავის წიგნში ახსნა თუ რატომ მიდიან ამ ქვეყნიდან ადამიანები ის ამბობს 40 წლის ასაკში დავიწყე იმაზე ფიქრი რომ ადამიანი შეიძლება უკვდავი იყოსო ასეთი კოდური სახელწოდებით მაგია მოზგა ტვინის ლაბირინთები ტვინის ლაბირინთებში მაგია ხო და ესე იგი აი ამით იმას ანუ ეს ტვინის ლაბირინთებში მაგია უკვდავების ვარიანტია აი ეგრე გამოდის იმიტომ რომ აკერო 40 წლის ასაკში დავიწყეო ამაზე რომ რატომ მიდიან საერთოდ ადამიანებიო ხო ამაზე დამაფიქრა ლაზარე ეს მას გაგიკვირდება ამაზე დამაფიქრა შემოდგომაზე ფოთოლცვენამ და უყურე როგორ ხსნის რატომ ცვივა ფოთლები ხიდან პასუხი ადვილია შემოდგომაზე ფოთოლი იყინება არ შეუძლია თავი დაიცვან თოვლისაგან ყინვისაგან და ძლიერი ქარისაგან მაგრამ ქალბატონი ნატალია ამ არგუმენტს არ დაეთანხმოდა რატომ მაინც და მაინც იმ ადგილზე წყდება ფოთოლი და აბსოლუტურად სწორია ყუნწში სადაც ფოთოლი მიმაგრებულია ტოტზე ხეზე ხისგან ოდნავ წამოზრდილ წარმონაქმნზე ის ხო წარმონაქმნზეა ფოთოლს რომ მოკიდებ ხელს კაკლის ფოთოლი მომინდა ერთჯერ მომინდა როგორ სამკურნალოა და ვიფიქრ ჩაის სახით მივირთმე მეთქი მაშინ ვარ ქვიშხეთში ხდება სამბავი და უბრალოდ აი ესე რომ ჩამოვტეხდი ხო აი მყუნწთან რასაც ქალბატონი ნატალია აღწერს მე მეგონა რომ ეს უმტკივნეულო იქნებოდა ვიდრე აი ესე უხეშად მომეგრიჯა ფოთოლი აი ეს ვერ შევძელი და აი ესე და აი აქ დამხვდა მისი არგუმენტი იმისა რომ აი მყუნწიდან თუ მოტეხავ მაგრამ უყურე ხო ძლიერი ქარისგან მაგრამ ამას არ დაეთანხმა და რატომ მაინც იმ ადგილზე წყდება ყუნწში ხისგან ოდნავი წამოზრდილ წარმონაქმნში სწორედ ეს წარმონაქმნი განაპირობებს მის მოცილებას ის წარმონაქმნი იშორებს ლაზარე მოწყვეტას ხიდან რაღაც პროგრამა რამაც და მაფიქრებინა რომ რაღაც პროგრამაა ჩადებული ხის ცხოვრებაში რომელიც განაპირობებს ფოთლის მოშორებას რომ გაზაფხულზე მის ადგილზე ამოვიდეს ახალი ფოთოლი თუმცა ისიც განწირული შემოდგომაზე ჩამოვარდნისთვის როგორ მეტკინა ეს სინამდვილე ადამიანიც ხო ეგრეა ლაზარე მივედით გარკვეულ ასაკამდე წავიდა ჩვენი დრო და მოდის ახალი მაგრამ ის ახალიც გარკვეულ ასაკამდე მიდის და მორჩა მე მაგონდება არ ვიცი ისა ლაზარე წაკითხული გაქვს თუ არა მე მით წაკითხული მაქვს და ძალიან მტკივნეულად ჩამრჩა გულში და ეს იყო ალბათ სადღაც აი სკოლის ბოლო პერიოდი აი ეს იაპონური ის ქცევის სინამდვილე ჩვევის და რა ჩვევა იყო ეს იაპონიაში იყო თითქოს იმ წიგნში ესე იყო აღწერილი ეხლა ვეღარ ვიხსენებ ეს იყო ნამდვილი ჩვევა თუ თქმულება თუ რა იყო აღარ მახსოვს ეხლა ეს იმდენად დიდი ხნის უკან იყო და იქ იყო ესეთი რაღაც ლაზარე რომ ესე იგი 60 წლის ასაკში ეს დედა გახდებოდა 60 წლის თუ მამა ოჯახიდან შვილს უნდა ზურგზე აეკიდებია მშობელი და სიმაღლეზე აეყვანა მაგრამ აუცილებელი პირობა იყო რომ შენ ვიდრე იმას აიყვან და დატოვებ ხმა არ უნდა გაიღო
არავითარი ეტყობა ეს მხოლოდ იმიტომ რომ იქ არ განვითარდეს სინაზე დედაშვილობის ურთიერთობისა, მამაშვილობისა და აი ამან არ გულჩვილობის ის არ გამოდის. სიმაღლე ეხლა ვუბრუნდები მაგას. სიმაღლეზე აყავდათ ლაზარე და იქ ტოვებდნენ უკვე სიკვდილთან შესახვედრად. რა სიმკაცრეა. ხო გეჩვენება რომ ნამდვილად ეგრეა. მე მაინც ვფიქრობ რომ ის თქმულება იყო მე მტკიცებით ფორმაში ვერ ვამბობ ხა ეს ნამდვილი იყო თუ თქმულება იყო ესეთი, მაგრამ რახან დაიწერა ლაზარე სადღაც მაინც ხო არსებობდა ეს და ვფიქრობდი მაშინ ვიფიქრე რომ ნუ ახლა 60 წელზე მეტი რა უნდა გინდოდეს თქო. და ეხლა თემურ შენგელიას ვიკითხები, ნუ ახლა კაცი რომელიც ლენინგრადის პირველი სამედიცინო დამთავრებული მიანია სპეციალობით. თემურ მეთქი მაინტერესებს ყველაზე ხანდასმული მშობიარე რა ასაკში ყავდა მეთქი, რა ასაკის იყო მეთქი. 20 წელი იყო მაშინ ლენინგრადის სამიანო განყოფილების გამგე. 62 წლის ომდრო. ქალიო და 10 წლით უფროსი თქვა მე მგონი კაცი. ეხა უყურებ 62 წლის ასაკში თუ ქალს შვილოსნობის უნარი ეხა ყველას რა საკვირველი არა, მაგრამ სადღაც ხო იმასაკდა დაფიქსირდა რა. ხო. ესე იგი შენ ამ დროს აი იმან დამაფიქრა, ესე იგი ის მართლა რაღაცა მუხანათი ის იყო რა. ესე იგი რეპროდუქციის ის თუ გაქვს უნარი. შენ ტოვებ იქ ყვავების და ის საკვებად. ისეთი უფრო ველური და უფრო ცხოველური სამყაროს დამახასიათებელი თვისება შეიძლება იყოს, ანუ წმინდად ისეთი რეფლექსური ფიზიოლოგიური ეხლა უყურე დაბერდა მან ამოცულიერებისგან შორს დგას ჩემი აზრით ესეთი ქმედება. რა საკვირველია. იმიტომ რომ ცხოველის შეიძლება გარკვეულ კატეგორია ცხოველებს ეს სახეობებს ეს ისიც რო იყო განსაზღვრული ლაზარე ბუნების სიმკაცრე, მოდი ესე ვთქვათ რა. ბუნებრივი სიმკაცრე, რომელიც მაინც გონია რომ ეხლა იაპონიაში ეხლა უყურე ლაზარე, მაგ ცალკე თემად განსახილველი შეიძლება აღმოჩნდეს და რატომ? მე ვთქვი ერთგან ეგა. ნუ ეს სამეგობრო წრეში. და ეს იყო 5 წლის უკან, როცა მოვიგონე ეს, იმიტომ რომ სუფრასთან ვისხედით და ის ამბობს მე ცუდად თავარ, ის ამბობს მე ცუდად თავარ. ნუ აღმოჩნდა რომ ეხლა არავინ კარგად არ არის. და მოვყები მე ეს ამბავი. არა ხართ მეთქი ეხლა ღირსები თქო რომ აგიკიდო ზოგზე და აგიყვანო ეხლა რა არის ესა. და ორმა თქვა ლაზარე, 7 ვიყავით, ორმა თქვა, რა დიდი სიამოვნებით მივიღებდი ამ ჩვევის აუცილებლობასო. ანუ იმდენად არა ლაზარე, 65 წლის დაახლოებით. არა ვინ თქვა ეს 65 წლის იქნება არის ის ვინც თქვა და მე მეორე დაეთანხმა და ის 2 წელია სხვაობა, მაგრამ უყურე აქ რა მოხდა ეხლა აქ ის დარჩა ნუ ძალმა განაპირობა ის რომ დაცილდა მას ოჯახს, დაცილდა შვილიშვილებს, ანუ იძულებით დააცილეს და დაკარგა უნარი კი არა სურვილი ცხოვრებისა. რახა ხო? შვილიშვილები იზრდებიან შენი ხედვის გარეშე, შენივე ქალაქში. აი ეს იყო და აი მორმა თქვა მე სიამოვნებით მივიღებდი ამ ჩვევასო. მაგრამ იქ ლაზარე მე დავინახე აგრეთვე იმ იაპონელთა ჩვევაში აგრეთვე დავინახე ისიც რომ ესე იგი ის იცოდნენ რომ შეიძლება აქ სენტიმენტებს რაღაც გამოეწვია და აკრძალული იყო ვიდრე შენ არ ჩამოსვლავდი მხრებიდან იქ მას მშობლად დედა იყო მამა იყო და არ დაბრუნდებოდი შენ ხმის გაღების უფლება არ გქონდა, იმიტომ რომ შეიძლება დედას ან მამას ისეთი სიტყვა
წარმოეთქვათ, რომელიც აგიყვანდა კი აყვანის საშუალებას მოგცემდა კი არა, საერთოდ შეიძლება ლაპარაკის უნარიც დაკარგვოდა, იმდენად ტკივილიანი რამე. მაგრამ ეს უკვე გამჯდარი ჰქონდათ და თითქოს აღარც განიხილავდნენ. აი ესეთი რაღაც იყო და აი ახლა ამან მე ცოტა ხანს დამაბრუნა იქ რატომ? იმიტომ რომ ხის იმ წამონაზარჩი თუ ფოთოლი ყველაზე ადვილად ძვრება, იმიტომ რომ ახალი წარმოიქმნას და შემდეგ შემოდგომაზე იგივე განმეორდეს. ეს ხო გავსნის ერთწლიანია, მაგრამ ჩვენ გავართ რაღაცით არა, ზოგი 100 წლის იქნება თუ 80-ის ნაკლებს არავის უსურვებთ, ან ჯანმრთელ ყოფას ოღონდ, თორე გამწარებულ და ყოველ წუთში წამლებიან, ვერავის ვერ უსურვებთ. ესე იგი, აი ეს ხო იგივე ქმედება, ესე იგი მოდის ახალი, მიდის ძველი, მოდის ახალი. და აი ეს ხდება, ამგვარი ხდება ადამიანშიც. ჯერ ადამიანი იბადება, მოგვიანებით დგება ფეხზე. შემდეგ სიყვარული, ჩნდება ოჯახი, ბავშვები დადგება დღე, როდესაც ბუნება თავს დაუნდობელ პროგრამას. და ადამიანიც როგორც ფოთოლი ხდება დაუცველი და თითქოს მათი მისია შეასრულეს. მოხდა გამრავლება და სამყაროს ტოვებენ სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა დროს. დაუნდობელი პროგრამა განსხვავებული დაავადებით თუ სხვა მიზეზებით ან ხორციელებს ცვლას. აკადემიკოსის აზრით მისია გადაეცემა სხვა დირიჟორს. და ამ თანმიმდევრობით ხორციელდება ბუნების კანონი. მიუხედავად ამისა, ამოწურა თუ არა ამა თუ იმ ადამიანმა მისი შესაძლებლობები. ცნობილია, რომ ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ეს აიხსნება იმით, რომ მამაკაცები პენსიაზე გასვლის შემდეგ წყვეტენ უფრო ხშირად მუშაობას. და ქალების ეს ხანდაზმულობა და უფრო დიდხანს ცხოვრება განაპირობებს იმას, რომ მის შემდეგ თაობას ჭირდება, შვილიშვილებს ჭირდებათ. იმ უფრო მეტად ბებია ვიდრე ბაბუა. იქ ხა ბებიას ფუნქციებში შედის და უშუალოდ ყურადღება მათი დასუფთავება, სადი, რომელსაც კაცი არ აკეთებს. ხო და კაცი ცალკე ის რომ გრძნობს, რომ იმის აღარ არის საჭირო და მიუხედავად მით უმეტეს თუ მეუღლე ცოტა ცივია ოჯახში. თორე თუ დაუშვათ სითბო და სიყვარულია, ქალმა ხო იცის, რომ ამ დროს კაცი ყველაზე ტკივნეულად განიცდის იმას, რომ აღარ არის საჭირო, ის აღარ არის მშობნელი, აღარ არის მპოვნელი, შვილიშვილებს ისე ვერ ადგება როგორც. თუ კი დაუშვათ არჩევანი იქნება იმისა, რომ შვილიშვილებთან დარჩეს ბებია თუ ბაბუა, ახლა ყველამ ვიცით, რომ ბებიას ამჯობინებენ. რატომ? სახლიც დალაგებული და ხდება შვილებს, შვილიშვილები მოვლილი და ასე შემდეგ. და ეს უკვე აუცილებელი პირობა ყავდეს ისეთი ადამიანი გვერდით, რომელიც ამას კაცს შეუმსუბუქებს. და თუ კი ამის შემსრულებელი და ამ სითბოს გამცემი, ამ ყურადღების გამცემი არ აკავს გვერდით, აი მხოლოდ ეს განაპირობებს კაცის იმ პესიმიზმში გადავარდნას და ქალზე ადრე წასვლას. ხო, შვილიშვილები ვთქვი, არადა სიცოცხლისთვის ბრძოლა აუცილებელი ამბობს ბეხტერება. 79 წლის ასაკში ქალბატონმა ნატალიამ გადაიტანა ინსულტი. რამდენიმე თვის შემდეგ მას შემოწმება უნდა გაევლო, შედეგებმა გააოგნა ექიმები. არავინ ელოდებოდა ისეთ წარმატებულ შედეგს, რაც იხილეს ქალბატონი ნატალიას შემთხვევაში, მაგრამ ეს რამ განაპირობა? მათ ხო დაუნიშნეს მკურნალობა ლაზარე. აბსოლუტურად უარი თქვა იმ მკურნალობაზე. აბსოლუტურად და უთხრეს, რომ ესე იგი უნდა თავს გაუფრთხილდე. პირიქით დაიწყო ისეთი
სამეცნიერო კვლევების მძიმედ სამუშაო წიგნი, აი გონების ზედმეტ დატვირთვას რომ მოითხოვს. წიგნზე მუშაობა, რომ ურთულესი სამუშაოში ასრულოთ, აი შედეგი. აი შედეგი იმისა. ხო, მან თავის ახალ წიგნს მკურნალობა უწოდა. აი როცა იმ პერიოდში. თავის თავზე ხო ინტელექტუალური მუშაობა ტვინისა ნეირონების გააქტიურებით. მან მშვენივრად იცოდა თუ ტვინის ინტელექტუალურ მუშაობას შეწყვეტდა, ის არა მარტო მეხსიერებას, არამედ ფიზიკურ მდგომარეობაზეც უარყოფითად იმოქმედებდა. აი ეს თუ ადამიანი ყოველდღურად ერთი და იგივე რუტინულ სამუშაოს ასრულებს და მერე ტელევიზორს მიუჩნდება, ამ დროს ტვინი ვერ იღებს აუცილებელ დატვირთვას. როდის ასრულებს ტვინი სრულფასოვან სამუშაოს, გვეკითხება. ქალბატონო ნატალიამ ჩაატარა კვლევა ტვინის ინსტიტუტში, კვლევის მონაწილეებს დაევალათ შეთავაზებული სიტყვებიდან მოთხრობა შეექმნათ. ამ დროს ტვინის ყველა უჯრედი მონაწილეობს ასეთი სახის სამუშაო ძალიან საჭირო და პროდუქტულია. ააქტიურებს ტვინის ყველა უჯრედს, რომელიც პასუხისმგებელია ემოციური მხარდაჭერისა, მეხსიერებაზე და მეორე იპოვოდრო არა მარტო ინტელექტუალური სამუშაოსი. ლაზარე. გისმენდა თქვა ეხლა პირველ რიგში მაინც ვიტყვი რომ რაღაცა ოცარი ის არის. ხო, ადამიანი პირველ რიგში არის მდგომარეობა. შიგნით რა აქვს? რაც შეეხება ასაკს. დიახ. ასაკი არის ხორცის ასაკი. ანუ ციფრები მხოლოდ, ხო? ხორცის ასაკი, ანუ შენ შეიძლება ახალგაზრდა იყო და მოხუცად გრძნობდე თავს. კი, ხშირია ეს. ანუ მდგომარეობა. ან შეიძლება ასაკში შედიოდე და შინაგანად ეხლა მე ლაპარაკობ უფრო ადამიანის გაადამიანურებაზე, ანუ ადამიანი რომელიც ვითარდება, კიდევ უფრო ადამიანი ხდება ასაკში. იმიტომ რომ ცოცხლდება. აი ეს არის სარწმუნოების მთავარი საზრის. სამოსელი პირველი ქვია. სინამდვილეში, მოდი ესე ვთქვათ, რახან მეცნიერებაზე ელაპარაკე. ისი თვისება ახალგაზრდობა სისხლის. როცა სისხლი იწმინდება, ადამიანი ხდება კიდევ უფრო ახალგაზრდა. სინამდვილეში. და რაში გამოიხატება? რა განაპირობებს? სული წმინდა. თუ კი ის იწმინდება, ადამიანი ის ხდება კიდევ უფრო ახალგაზრდა და საერთოდ რელიგიური ცნობიერებით ადამიანი, რომელსაც კავშირი არ აქვს სული წმინდასთან, მოსიარულე გვამია. აი ხლა ძალიან კაცრად ვამბობ, თუმცა ეს ზუსტად სული ჭეშმარიტებაა. ხო, ანუ თუ კავშირი არ აქვს, ლოცვა რატო აი ჩვენ რომ ვისაუბრეთ. ანუ კავშირია და ის გაახალგაზრდავებს, იმიტომ რომ გწმენს. ოღონდ ნამდვილი ლოცვა. წამებში ნამდვილი ლოცვა, ანუ ნამდვილი კავშირი. გასაკვირველია. ამიტომ ადამიანი მაინც არის მდგომარეობა და არა ციფრი. სიხარული გულში თუ გაქვს, ახალგაზრდა. თუ არა გაქვს გულში, ეს დიდი საიდუმლოა. ეხლა უყურე ლაზარე მაპატიე. ბორხესი ამბობს ამას. მე რო ეხლა ახალგაზრდობა დამიბრუნდესო, უფრო დიდხანს ვითამაშებდი ბავშვებთან. რა არის ეს თუ არა იმის წყურვილი და რა თქმა უნდა, წყურვილი და იცით რა არის? ეგ ვიღწევადია. ანუ ადამიანი, როცა რაც უკვე უერთდება მარადისობას, ის კიდევ უფრო და უფრო ახალგაზრდავდება. იმიტომ რომ უფრო და უფრო უკავშირდება სიცოცხლეს. და სიცოცხლე მხოლოდ სული წმინდა. ანუ ღმერთი და არა ხორცის ასაკი, ანუ ჩვენ ხრწნადი სუბსტანციის ასაკის მიხედვით თუ გავსაზღვრავთ ახალგაზრდობას, ჩვენ შევცდებით. იმიტომ რომ რაც უნდა ზომო, წამიერია სიცოცხლე. ანუ წამიერია იმ ხრწნადი სუბსტანციის, ანუ სხეულის სიცოცხლე, რომელიც მოწყვეტილია სულიწმიდას, ანუ მარადისობას, გინდა 500 წელი იცხოვრე, თქვათ, გახდები ძეგლი, ეს ყველაზე კაი მდგომარეობა, ანუ გაძელი ხო, გაქვავდი, არ მდინარე,
არ იცვლები, არ ვითარდებ. ამიტომ მეც იცით რა არის, ეს არ არის რასაც მე ყვები, ჩემთვის ეს არ არის რომანტიული ზღაპარი, ჩემთვის ეს არის პრაქტიკა, რასაც ვეძახი მისტიკ ღვთისმეტყველებას. სხვადასხვის აქ ეხლა უცებ გამახსენდა ვიტყვი და დავასრულებთ ალბათ მისტიკური ღვთის ანუ 10 წუთი დედა ანასტასია არის აი დიახ რომელიც ნახეთ რა დაემართა დაჩოქილი რო დარჩა დღემდე 10 წლეულები ცხოვრა დიახ გარდაცვალება ეს სიყვარულის გამო იყო სიყვარულის გამო მაგრამ ნახეთ როგორია ადამიანის გული რა დიდი საიდუმლოა სიყვარულის გამო რომ მოატყუა დედი ნაცვალმა უთხრა რომ მოიკლა თავი იმხელა ზაფრა მიიღო რომ მიეწება მიწას და დარჩა იმ დაჩოქილ მდგომარეობაში ზამთარ ზახულ 10 წლეულების განმავლობაში ეს არის წარმოუდგენელი რამ თითქოს დაუჯერებელი ანუ მან იპოვა აქვე მარადისობა სამკვიდრელი ანუ იმხელა ზაფრა იმხელა ტკივილი იმხელა წყენა განიცადა რატო წყენა კი არა წყენაც არის ტკივილი ანუ წყენაც წყენას ატხედავ ლაზარე წყენას მე ტკივილს ხედავდი კი ტკივილიც მაგრამ თვითკვლელობა კიდევ მისთვის სხვა შეიძლება მე ჩემ აზრს ვამბობ წყენა იმიტომ რომ გაეწყინა რომ მისთვის საყვარელი ადამიანი ასეთი სიკვდილით გავიდა მისი გულისთვის ანუ თავი რატომ მოიკლა იმან ხო გესმის ხო მაგრამ ამას რატო ვამბობ მაგრამ ღმერთმა რომ დაინახა მის გულში საიდუმლო რა რომ მას ასეთი სრული თავგანწირვით თუნდაც ასეთი ძლიერი სრული თავგანწირვით ადამიანის სიყვარული შეეძლო მან აქვე აპოვნინა მას მარადისობა ანუ სამკვდრებელი ანუ რა მუდმივი ადგილი სამყაროში ეს არის პირდაპირ პრაქტიკულად ალილუიას კუჭა აქვეა იმ ზამთარი ზაფხული წარმოიდგინეთ წვიმს დავს და დედა ანასტასია რუსის ქალი ქართულ მიწას მიეწება მე ამაში სხვა მისტიკასაც ხედავ სხვა დროს იყოს ანუ აქ რა წაიშალა ყველაფერი პირობითი მატერიალური მიწიერი თუნდაც ასაკი დავარქვათ იმიტომ რომ მე ასაკს ვაყოლებ ყოველთვის იმიტომ რომ კითხველთან რომ აქვს ურთიერთობა რას ნობიცით რომ ასაკი ხორცის ასაკი ეს არის პირობითობა აბსოლუტური ჩემს ხორცში ანუ ჩემს სამოსელში თუ უბრუნდები სამოსელ პირველს ეს ნიშნავს რომ მე უბრუნდები ჩემს მარადილ სიცოცხლეს ანუ რას მარადილ ახალგაზრდობას იმიტომ რომ მარადილი სიცოცხლე ხო ისეთია რომ იქ როგორ გამერდები ხო არ გადიხარ ეხლა მე სხვა განზომილებაში გადავიტანე იმიტომ რომ ბეხტერებას როგორ ჩანს ეს მან ასე ვთქვათ ნეიროფიზიოლოგიურ დონეზე გნება ფსიქოლოგიური დავარქვათ ამას მიაგნო იმ წრფეს სადაც ნახეთ რას ამბობს იმიტომ მიიქცია ჩემი ადამიანი შეიძლება უკვდავი იყოსო მივაგენიო და ფორმულა იმიტომ გკითხეთ ანუ ის ხო მეცნიერია ის რას ხო რას მიხვდა მეცნიერულ დონეზე მიხვდა რომ ადამიანში უკვდავების რესურსი დევს და იმიტომ თქვა გალაქტიონმა თვით უკვდავებას არ არსებობს სიყვარული შენ იპოვე სიყვარული ნიშნავს იპოვე მდგომარეობა იმიტომ რომ ადამიანი მიზეზი მდგომარეობა კი ბატონო მიზეზი ანუ ათulis წერტილი ხო ათulis წერტილი ანუ საიდანაც ის ზამბარა წამოვიდა და შენ მდგომარეობა თუ იპოვე უკვე ნიშნავს რომ შენ იპოვე შენი მარადიული მე სინამდვილეში ადამიანი რომ ნამდვილდება მას უხარია რატო? იმიტომ რომ ის არის ის ვინც არის სინამდვილეში თორე ჩვენ ყველა თამაში და თამაში არის დამღლელი და დამბერებელი გაბერებს თამაში შინელება ლაზარე ძალიან გამაკვირვა იმ ამბავმა როცა აღმოვაჩინე სულ ფიქრობდი რომ მე მარტო თეატრალური იყოს ინსტიტუტი მეთქი და მე საუდიპლომო დავრჩებოდი თქო რომ იმიტომ რომ თამაში მართლა არ შემიძლია და თულს ვერ ვიტან აღმოვაჩინე
რომ შვენივრად მიკეთია ნიღაბი, იმიტომ რომ ლაზარეს ვაჩვენებდა უშუალოდ ობრაზნაირ ხა. ვაჩვენებ რომ ყველაფერი კარგად არის. არაფერიც ბატონო მთელი ცხოვრება დგება სცენაზე და ვირგებ მის ყველას ხო აი ყველა მასია ალბათ ყველა შემძრა აღმოჩენა კი და აი სწორედ ამიტომ დაგმართლია ლაზარე ჩვენ მასეთ ყველა თამაშობთ იძულების წესი რო არ ითამაშო ხო შეიძლება გიჟად გამოგაცხადონ ამიტომ ჯობია ითამაშო თითქოს ერთის წრე მაგრამ როცა სული წვიდასთან ანუ ადამიანი წმენის ღაბარს პოულობს მას არ აქვს თამაშის ფუგუნება იმიტომ რომ ის იმარ უკვე ღმერთის კომპეტენციაშია მისი არხო, მისი არსებობა, მისი ცხოვრება და მისი ნება აღარ არის უკვე რომ სიამოვნებით ითამაშებდა, იმიტომ რომ ყოველი კაცი წრუ არის. მაგრამ რამდენადაც შეუერთდა ჭეშმარიტ ხაზს, მას აღარ რჩება თამაშის კომფორტი. ეს ერთი მხრივ ბედნიერებაა, მაგრამ მეორე მხრივ ძნელად გასაძლევია, იმიტომ რომ ნელ-ნელა საზოგადოებას შეიძლება აღარ ესმოდეს შენ. და ამას განიცდიდა ყველა დიდი წმინდანი და თუნდაც დედა ანასტაზია მაგალითად მე ხანდახან მივდივარ იქ ძველი ნათესავიც არის მისი და იცი რა მოხდა იქ 8 წლების განმავლობაში რო იყო 10 წლების შეწუხდნენ მეზობლები როგორია ხო ადამიანი ფიზიოლოგია ცხოა ანუ ეს და რასაკვირველია თოვლი და მეზობელი გავიდა გამოვიდა ზის ანასტაზია ერთ ადგილას ეს რა მოგცემ სიმშვიდის იმაზე არა სასმენად ადვილია და მე დედა ანასტაზია აიყვანეს ესე ხელში და შეიყვანეს იქ ბოლო წლებში იყო ცალკე სენაკში ცალკე მისთვის არის ერთად იქ და მისი ხატების ამშლები რაღაცა და იმ ადგილიდან ააბრძანეს აიყვანესო ვერც ვიტყვი ააბრძანეს და მიაბრძანეს სადაც ის გარდაიცვალა იმიტომ რომ შეწუხდნენ მეზობლები ასე რომ ადამიანს აქვს იმხელა რესურსი რომ ბოდიში და მიმიქარია 150 წელი ცხოვრება მაგალითად აბრაამის 175 წელს ცხოვრობდა ძველი წინასწარმეტყველები მაგრამ 1000 წელი ცხოვრება მიმიქარია და 100,000 და მილიონი წელი იმიტომ რომ მარადისობაში ყოფნა ეს არის ღმერთთან ყოფნა ანუ რა სამოსელი პირველი გადაუხვიეთ ცოტა არა სხვაგვარად ეს გაკეთებიებს ამას ლაზარე ესე იგი ბეხტერევამ რაქნა ლაზარე დაუშვათ რაღაც დრო მომრჩა ხო მინდა სულ ამისკენ მასავქნა ისე მის შესახებ ბუმბერაზი მეცნიერი გელაპარაკება იმ დრო გონებით გაგებინა ანუ გონება რასაკვირველია ჩვენ ჭირდება ბოლო ჟამის ხალხს ტვინში ეკნებათ გაჩერება იცდრატო ალბათ იმიტომ რომ გული რო გაითიშა ადამიანი თლიანად ტვინისკენ რო წავიდა რაციონალური გონებისკენ იქ ვერაფერი ვერ ახსნა მარტო ტვინით გულში კავშირი გაწყდა გულს და გონებას შორის დაეკარგა გონებას გული ანუ სიცოცხლის წყარო გული ცენტრია და შერჩა ლოგიკას და რაციონალურ აზროვნებას რამაც ის დაბნეული გამოაშრო კი რა თქმა დაბნეული გაიფანტა მიმოწილველობა ქვია რელიგიის ენაზე გაიფანტა მას გამოიფიტა გამოშრა და ვერც ვერანაირი საღი დასკვნა ვერ გამოიტანა იმიტომ რომ გულის გარეშე ტვინს რა შეუძლია ხო და ეს ასეთი ქალბატონები თუ ბატონები მეცნიერები ეხმარებიან ადამიანებს რომ გულს მოწყვეტილი გონება დაუბრუნდეს გულს ანუ მოხდეს ის მისტიური საიდუმლო შეერთება უმრავლესოდაც გულისა და გონების უმრავლესოდაც ადამიანი ვერც ცოცხალი იქნება სინამდვილეში და ვერც მოქმედი სინამდვილეში მართალია ლაზარე ეხლა ამ დონის მეცნიერი რომ დაგიწერს იმას რამოდენად რწმუნება უნდა გქონდეს და რამოდენად ეს ამ მტკიცებითი ფორმა იმ შენი ნათქვამისა იმიტომ რომ შენ არ ახარ ჩვეულებრივი მოკვდავი შენ ხარ უზარმაზარი სახელმწიფოს მიერ ცარიცა მოზგად წოდებული და ეს სოფლიოში ცნობილი მეცნიერი და ეს შენ გეუბნება ლაზარე აი ამან მასაკრა ცოტა გამოგიხსნის რომ ესე იგი წამლები დაამიწერეს ექიმებმა გამომიწერესო და ვაფშე და რამხელა წინააღმდეგობა ექნებოდა თავად მეცნიერებისგან რასაკვირველია ნუ როგორ დევნიდნენ ჩვენიანირებს ამბობს
ხო, დევნიდნენ როგორ და როგორ იმასაკნეს გაიმეტეს და მაგრამ ქალმა აგერ ძალიან ფრთხილად მოიქეცი, ძალიან გაუფრთხილდე იმას, სიმშვიდე არ გადაიღალო და შეეჭიდა უზარმაზარი მნიშვნელობის წიგნს. დაუზოგავად იმუშავა და აბატონო გიწერს აგერ და გეუბნება თან. გენიალური. ძალიან იმასაკნა მე ძალიან მასაკნა ამაფორიაკა სასიამოვნოთა ფორიაკება. ხო. კი შეიძლება ეგრე ითქვას. მე თანხმობდი ლაზარე. ხო, და აქ ისა დარჩა ლაზარე. ხო. პატარა ნაწილი. და ჩვენ შევხვდებით კიდე. რასაკვირველია და ბეხტერებას შესახებ უამრავია კიდევ რაღაცები, წიგნებიდან ფრაგმენტები რაღაც, მაგრამ აი ეს თავარი მისი ხო, რას ამბობს ახლა? ხო, თავარი გავიგეთ. რას ამბობს ლაზარე? ის ხილვები რო ქონდა მას. გახსოვს, ახლა აღარ წავიკითხე. დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. და იმან რო უთხრა, ქმარმა რო უთხრა, რომ ამოდენა მეცნიერი ახლა სიზმრის გამო მიდიხარ დედის დახმარება, დედა რო ცუდად ყავდა და ექიმთან უნდა წავიყვანო. და სიზმარი ვნახეო და უნდა მივხედაო და ქმარმა რო უთხრა, რომ ამოდენა დონის მეცნიერი როგორო. ლაზარე ზუსტად ის რაც სიზმარში მან იხილა. აღწერა თუ არა ჩვენ ხო წავიკითხეთ ეს ხო აღწერა რომ ნამდვილად და ხალხის რაოდენობაც კი მასაკნა გაიხსენა რამდენი იყო და იმ ხალხს ვინც დედამის მიაცილებდა სამუდამო იმაზე გზაზე იმათ რო ეკითხება რომ სოფლის საბჭო სად არის რომ გარდაცვალების ცნობა ავიღო და ეს ყველაფერი განმეორდა და კალი გეუბნება რომ მომავალი უკვე განსაზღვრულია. ხო, ესე იგი ეს რაღაც სხვა იმაში გაგდებს. მოკლედ ლაზარე შევხვდებით კიდე. რასაკვირველია, არ გამოვა სხვაგვარად და ამის შემდეგ მინდა კიდევ რაღაცა ისეთი რევოლუციური გამოხდომები აქვს, გამოხდომები კარგი გაგებით. აი რო თქვი ლაზარე მაშინ ჩერნიგოვსკია. და აი ის მინდა კიდევ დაახლოებით ამ დონეზე განვიხილოთ და მერე კიდევ არის ერთი პროექტი. უკვე შეთვალიერებული მაქვს და ეს რო გადავთარგმნე, ეხლა ის რაც მჭირდება ამის შესახებ უკვე გადავთარგმნეთ და ეხლა ეს ჩერნიგოვსკია გადათარგმნილი მაქვს, მაგრამ მინდა რომ ავაწყო ეხლა რომელი მიწოდება ხალხისთვის, რომ უბრალოდ აი საინტერესო იყოს, თორე ეხლა მთლიანად მისი შრომები საინტერესოა, მაგრამ აი ამ დროისთვის, რაც დროც ჩვენ აქვს გამოყოფილი, ჩვენთვის არის გამოყოფილი ეს ლაზარე მოკლედ სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი გადაცემა დასრულდა. შეგახსენებთ, რომ სტუმრად ყავდა, რამდენად არის სტუმარი, ეს კიდევ ცალკე თემა, ბატონი ლაზარე ზაქარიაძე და გადაცემას უძღვებოდი მე, მანენა აბაშიძე. გემშვიდობებით შემდეგ ხუთშაბათ საღამოს 10 საათამდე. Что ты говорил, Алексей? Магну.